აი მეგობრებო მომენტი ჩაგვივარდა პირველ რიგში გამარჯობა მეგობრებო აი ნახეთ მე ადრე რომ ამბობდი ხო ხედავთ ეგ წინ პოლიციის მანქანა დგას და აი ბილიაეთ ქართულად როგორ არის ეს ზიგზაგებით მიდის მაგრამ მაინტერესებს რატომ მიდის ახლა ქალაქში არა ვარ არის როგორ გითხრათ გზა არის რა ეხლა კალიფორნიაში ვარ 99 გზაზე ვარ მაგრამ რატო აკეთებს ეს მანქანა ამას ვერ ხვდები რო თქვა რომ ის არის საცობი არა აი ხო დაგე წინა ხედავთ ხო წინ პოლიციელი მიდის და ესე მივყვები ჩვენ უცხო უკან ერთელი ნაკადია მანქანის მიზეზი არა ეს მანქანა და მე დავუდგები პოლიციას ცოტა ახლოს მივიდეთ რომ აი გადაღება გამოგვივით ეს რატო აკეთებს ამას ვიქტორინა გავითამაშოთ მეგობრებო რატო მივყავად რატო მიდის ასე ნელა გამოიცანეთ ქალაქში არა ვართ ტრასაზე ტრასაც არ არის ისეთი ფართო წინ მიდის თან ახლოს არ ვიყავ არ გამიგროვდეს პირდაპირ ხარ მარჯვენა გადმასწრე გადაწევს გათიშა სადითო როგორც გინდა რა იყო ეს მეგობრებო ჩვეულებრივი გზა არის რა დიდი არაფერი ბიჭებმა იციან ეს 99 გზა არის 5-იან გზას გვერდზე მივუყვება ვერაფერიც ვერ გავიგე მოდი მეგობრებო რახან არაფერი არ მოხდა და ვიდეოც რო არ შევკეცოთ რამდენიმე კითხვაზე მინდა პასუხი გაგცეთ ასეთი კითხვა რა ხდება საწვავმა რომ მოიმატა ტვიტების ფასებმა მოიმატაო ასეთი კითხვა აი მართლა პარადოქსია საწვავი საკმაოდ გაძვირდა აი ახლა გალონი 5.70 5.40 აი ესეთი ფასები ძალიან ძვირია მაგრამ ტვიტების ფასი არ არის ძალიან ისეთი აწეული ესეთი არასახარბიელო სიტუაცია ეხლა შენ რომ მუშაობ ხო უნდა დაგჭეს რაღაცა მაგრამ ფაქტობრივად მთელი ხარჯები გადადის ამ საწვავის ამოღებაზე ერთ სიტყვით სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ არის ფაქტობრივად იგივე თითქმის მონათესავე კითხვა აი ხშირად მეკითხებიან რომელზე საჯობია უბერზე მუშაობა ტაქსზე თუ ტრაილერზეო მეკითხებიან რა ვიცი როგორ გითხრათ მეგობრებო შემოსავლით ამჟამად რა ბიჭებისგან მესმის რომ უბერზე ანუ ტაქსზე უფრო მასով შრობა რა ეხლა შეიძლება ზოგიერთი მომენტში შერატო არ მიდიხავ და ეხლა მე იმიტომ არ მიდივარ რომ ტაქსის უნდა იმუშაო და სულ დაძაბული ხარ და ისახავ მაგრამ მე ეხლა აქ აუდიო ციგნებს ვკითხულობ და ჩემ ამბებში ვარ და ამიტომ ისევ აქ მირჩევნია ორ შემთხვევაში შენი თავის პატრონი შეხადა ტაქსი რო ხარ უკვე კლიენტურა გზა სულ დაკავებული ხარ და მუშაობ და იქიდან გამომდინარე რომ მე ცოტა სხვანაირი სტილის ცხოვრები ცხოვრობ ამ მანქანაზე რაინეზე მირჩევნია ასეთი კითხვა მომივიდა ბატონო აკაკი რამდენი წელი აპირებთ ამერიკაში მუშაობას მაგ რეჟიმშიო რა ალბათ მაქსიმუმ 2 წელი რა ცხოვრებას უნდა დავიწყო ცხოვრება არა მგონი 2 წელზე მეტი უკვე აღარ ვიქნება ფაქტობრივად 25 წელი ამ რეჟიმში ვარ და პატარა არ არის 25 წელი აქეთ იფიციარული ცხოვრებას ხო გვინდა
ეს კითხვა ძალიან გავრცელებული. ბატონო აკაკი, გვეშველება რამე? თქვენ რას უპასუხეთ, მეგობრო? მე ვიცი რასაც ამბობთ, ესე კი ძალიან ბევრი ცუდი რაღაცები ხდება, გაძვირებები, ომები, პრობლემები ცავსე ცხოვრება, მაგრამ გვეშველება თუ ჩვენ სულზე ვიზრუნებთ და რა თქმა უნდა მიმდინარე პრობლემები გვეხება, ჩვენ ყველას გვეხება, ყველას გვინდა ჩვენი შვილები კარგად იყვნენ, ყველას გვინდა ჯანმრთელები ვიყოთ, ყველას გვინდა რომ მეგობრებთან თავისუფლად ვიაროთ, კონდეს იმდენი თანხა, რომ ჩვენი ასეთი პირადი და მიმდინარე პრობლემები ადვილად გადავჭრათ, მაგრამ ისეთი პრობლემები მიდის, რომ ზოგჯერ ფიქრობ, ახ ამის დედავატირე, მაგრამ ასე არ უნდა იფიქრო, ამის დედავატირე არაფერი, ასიზა. სული, თავია ჩვენ სულზე და ჩვენ შინაგან ბუნებაზე ვიფიქროთ. და ანჩეს ასიზა. 500 წლის წინაც იყო ხალხს პრობლემები ქონდა, 1000 წლის წინაც, 200 წლის წინაც იქა. თქვენ რა იცით, მადრე როგორ ცხოვრობდნენ? ვიცით? არ ვიცით. ჩვენ ვიცით ეხლა როგორ ავართ. მაგრამ ჩვენ ის ვიცით, რომ არდოს мотивация უნდა დავკარგოთ. ცხოვრება ხო мотивация, мотивაციის გარეშე გაცხოვრება. მივიღეთ რომ მეგობრებო. გვეშველება თუ ჩვენ სულზე და ჩვენ შინაგან ბუნებაზე ვიფიქროთ. ზოგიერთ შეიძლება ეს პასუხი არ მოეწონოს, კონკრეტულად თუნდაც, მაგრამ მატერიალური კეთილდღეობა არ არის ბედნიერება, არის უფრო სულიერი, ცოცხალი ურთიერთობა. ეს უფრო მთავარია. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, რომ ამდენი დიდარი ადამიანი ყოფილა, გონია ფულია, ისა, მაგრამ სიმშვიდე და ბედნიერება ვერ მოუღწევია. ამ დროს ჩვენ გვილაპარაკია, რომ ყოფილა ადამიანები აზრულია, კაც ფინა, ქონება, მაგრამ სულით შვიდად არის, იმიტომ რომ ის სულზე ზრუნავს. ავიშე რომ ცოტა რთულად გავეცი ამ პასუხს, მაგრამ ასეა. თავარია სულს გაუთვიდეთ. ასეთი კითხვაც მომივიდა, როდის აპირებთ ფოლოვერებთან და მეგობრებთან შეხვედრას რა? არ ვიცი, ეს თქვენზეა მეგობრებო დამოკიდებული, თუ იქნება მოთხოვნა და ალბათ მე ჩამოვა რაღაცა კითხვა დავსვამ, თუ იქნება მოთხოვნა და მეცოდინება, რომ ადამიანებს უნდა ჩემთან შეხვედრა და ვისაუბროთ 1000 თემებზე და უბრალოდ დავმოხდოთ დადებითად ერთმანეთი, იქიდან გამომდინარე გამოვიტან დასკვნა და ალბათ მე ორგანიზებას გავაკეთებ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვი. თქვენზეა დამოკიდებული და ალბათ კითხვას გამოუშვებ და კითხვაიდან გამომდინარე გეტყვით ამ პასუხს. ამ კითხვაზე მე ადრეც ამბობ, რამდენი გაქვს ხერხი, რამდენი გაქვს შემოსავალი, ამაზე ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკია და ამაზე მე პასუხს გონი ერთი 10 თუ 15 ვიდეო და კითხვები ძალიან ბევრი მაქვს მაგაზე გაცემული. ძალიან ბევრი კითხვები მეორდება და ამიტომ მე მაგას ერთი და იგივე კითხვები, აი ახალი კითხვები გამოვუშვით მეგობრებო. ეს კითხვა მართლა ახალია. ბატონო აკაკი, პოლიტიკაში ხო არ გინდათ დაიწყოთ მოღვაწეობაო? პირდაპირ გეტყვით, რომ არა. მე პოლიტიკის კაცი არა ვარ. ჩვენ სხვა კუთხით უყურებ და მე პატარა ოცნება მაქვს, ის ოცნება მაქვს და ალბათ როცა შევასრულებ იმისკენ მივისწრაფი, აი მე უკვე განვაცხადებ. ახლა არ მინდა წინასწარ თქვა, თორემ პოლიტიკაში ჩემნაირი ხალხი უბრალოდ არა ვარ მზად მაგისთვის, იქ სხვანაირი მოთხოვნებია საჭირო. ისიც უნდა იყო, ესეც უნდა იყო და არა.
კარგით მეგობრებო, რაღაც დიდი საინტერესო კითხვები არ არის, გამოვუშვით ის თემები, რომელი ლიტერატურული წიგნი განვიხილოთ, წერალი. თქვენ მე მეხმარებით ამ მარტო სულად ყოფნაში წამოდგეთ 15-16 საათი ამ მარტო ხარ და თვეობით ახლა ხარ და მადლობის მეტი რამე თქვის. ამიტომ თუ არ დაგეზარებათ, გამოვუშვით კითხვები, გამოვუშვით ინტერესები, ყველაფერზე პასუხს გაგცემთ. შეძლებს და გვარად ჩემი მაგალითებიდან გამომდინარე თუ ჩემი გამოცდილება გამოგადგებათ, ხო კარგი და მეტი რა არის ცხოვრება. კარგის კეთება ჩვენ ამისთვის ათავთ. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. აი ესე შევავსეთ ასე თუ ისე ჩვენი პატარა ვიდეო. იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო სიტუაციებში.